არაერთხელ მქონია პირადად მე მსგავსი გამოცდილება უბანში მე და ჩემი ძმას გვიჩხუბია ერთმანეთში კი არა ანუ მე გოგო ვარ მე არ მქონდა ფიზიკური ძალა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ასაკში ბევრად მეტი ძალა მქონდა სხვა ჩემ უბრალელებთან შედარებით იმიტომ რომ ძალიან ყოველთვის ჰიპერაქტიული ვიყავი და დავხვდები ხოლმე აქ-იქით ხან სახურავზე ვიყავი ხან ხეებზე ვიყავი ბიჭებს არ ვჩაგრავდი არასდროს ზოგადად არ ვჩაგრავდი უბრალოდ ჩემ ძმასთან ერთად რადგან ვიზრდებოდი ჩვენ ზედად ბიჭურას ვთამაშობდი ხო რაღაცა პატარა ესენი მქონდა ხოლმე რა ქვია აი რაღაცა ჯარისკაცები ტანკები რაღაცა ტანკები კი არა ჭადრაკის ფიგურებს ვიღებდი ხოლმე და იმათაც ვათამაშებდი ხოლმე და ომობანას ვთამაშობდით სულ რა რაღაცა თოჯინობანას ჩემი რაღაცა რომ თავაზობდნენ ხოლმე ჩემი ნაცისები რაღაცა ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა რაღაცა აბა ის ჩააცვი აბა ის გააკეთე რაღაცა ვერ ხვდებოდი ჩააცვი რა ტანსაცმელია მორჩა ანუ ჩემთვის ეგრე არ იქნება დღემდე რომ ტანსაცმელი არის მარტო იმიტომ რომ რავი თბილად იყო მინიმუმ რა ვიცი ჩაიხედე სარკეში უიხდეს შენ მოიხდინო შენ თუ მოგწონს საკმარისია ეხა სხვა მოსწონს თუ არ მოსწონს ეგ ცალკე თემაა ეგ შენი საფიქრალი არ არის და არც 100 წელი სადარდებელი თავი რამე ჭუჭყიანი არ იყოს მორჩა დამთავრებულია ანუ მაგაზე მეტი საფიქრალი მე არ მაქვს რაღაცა აი ბრენდია და ის ისეთია ეხა დღემდე ეგრე ვარ რა 30 წლის ვარ და დღემდე ეგრე ვფიქრობ რომ ტანსაცმელს მაგ ხელა მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს ადამიანმა თუ მიანიჭებს არც ეგ არ არის პრობლემა უბრალოდ მე არ ვანიჭებ ამდენად დიდ მნიშვნელობას რა მე რო ვიყიდულობ ტანსაცმელს ვყიდულობ იმიტომ რომ ჩავიცვა იმიტომ რომ თბილად ვიყო კარგად ვიყო კომფორტულად ვიყო სარკეში ჩავიხედო ჩემი თავი მომწონს მორჩა ეხა ვინმეს მოწონოს თუ არ მოწონს ეგეთ რამაც რა ვიცი არ ვაქცევ ყურადღებას მე მხო მომწონს ჩემი თავი და სხვას თუ არ მოწონს ჩემი ჩასრულობა რა გავაკეთო ეხა იმის მოსაწონად ჩავიცვა იმის გავიპრანჭო თუ რა ვქნა ხო რა ვიცი მე ესეთი დამოკიდებულება აქვს ძალიან ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით ხო რა აი ეს ჩხუბობთან დაკავშირებით ეხა რა ვიცი მე უფრო სერიოზული დამოკიდებულება მქონდა ხოლმე რა რომ ვერ ხვდებოდი ანუ რა საჭირო იყო ჩხუბი ხუმრობით ჭიდაობა კიდე მესმის ხუმრობით მაგრამ აი ეს ერთმანეთის ცემა დაჩაგრვა და გამოდი ბიჭო ცოტა ასაკში რომ ცოტა რომ მოგვება და სადაც თინეიჯერობამდე კიდე მოზარდობაში ну თქვი რაღაცა რა ვიცი რაღაცა მეგონა რომ უფრო უსაქმურობა იყო ვიდრე რაღაც სერიოზული საუბარი რომ რაღაცა ვინმეს დაჩაგვრით იმის დამტკიცება რომ მაგარი ვიღაცა ხარ ეგ კარგი კი არა აი სწორი რანაირად არის მაგას მე ვერ ხვდები აი სწორი რანაირად არის ვინმეს ჩაგვრა საერთოდ რა არ აქვს ერთერთი თუ